მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირი მზია ამაღლობელ სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია, ნათქვამია განცხადებაში. ერთი მხრივ სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში დადგა დღე, როდესაც ქართული სახელმწიფო დელეგაცია აღარ მიიღება ცივილიზებული მსოფლიოს რიგებში. მეორე მხრივ ეს არის საკადრისი პასუხი ქართული ოცნების დანაშაულებრივი ბანდ ფორმირების პასუხად. ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ოცნების კუთვნილი ადგილი ჰეზბოლასა და ჰამასის გვერდითაა და არა ევროსაბჭოში, რომელმაც რუსულ ბანდ ფორმირებას ცხვირწინ მოუჯახუნა კარი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს დელეგაცია აღიარებული იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ აპრილამდე დაინიშნება ახალი არჩევნები. გათავისუფლება აქციებზე დაკავებული პოლიტპატიმრები და გამოძიებული იქნება რეპრესიული აპარატის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება. ეს არის ყველა იმ მშვიდობიანი მოქალაქის მიღწევა, ვინც 60 დღეზე მეტია დაუღალავად იცავს სამშობლოს. უპირველეს ყოვლისა ეს რეჟიმის ტყვეების მიღწევა, ვისაც მალე გავათავისუფლებთ, განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა-ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მაღალი რანგის სტუმრებმა მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავს. ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახი და მისი ახლო მეგობრები. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორადი სანქციებით დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს, წერს უილსონი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე მხარეები მიესალმენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში. უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნგრეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერ ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის. უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მომავლისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. USAID-თან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათulis ყალბი შედეგების გავრცელებაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ისინი მზად არიან ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან ითანამშრომლონ. მათ შორის მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან პირადად მე და ჩვენ USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა თითქოს პარალელური დათulis შედეგები იყოს სწორი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა ისფედი და უბრალოდ გვატყუებდნენ ხელისუფლებას ქართველ ხალხს. ხელს აფარებდნენ ისფედის მაშინდელ თანამშრომლებს, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს. ორთვიანი პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი. ამის თაობაზე Facebook-ზე მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს. ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს. აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. Deutsche Welle-ის ინფორმაციით სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება. ჩემი მოწოდებაა ყველამ დაამშვიდოს ვნებები და დაუბრუნდეს დიალოგს. დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მიიღო ჩემი არგუმენტი, განაცხადა ვუჩევიჩმა. მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მისდათ. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი გართულება, რათა კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობა საზოგადოებაში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.
სრულიად გაუგებარია ის თუ სად გაქრა ის ცნობილი ევროპული სამართლიანობა თუ კი ასეთი არსებობდა. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევროპაში. ამ შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორობა შესაძლებელია სამართლიანი ურთიერთობის ფონზე და არა ცინიკური დამოკიდებულების ფონზე, რაც საქართველოსთან მიმართებით ვიხილეთ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 35 წლის თავისადმი მიწყვილ საერთაშორისო კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი კონფერენციის თემას წარმოადგენდა სასიცოცხლო ციკლების საკონსტიტუციო სასამართლოების ფუნქციონირებაში, გამოწვევები და პასუხები. მათივე ცნობით ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნგრეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სპეციალური წარმომადგენელი. ლილომოლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ისინი ინტერპრეს ნიუსთან აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორია ყველამდროულად დატოვა და დაშავებული არავინაა. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ერთ-ერთი მოვაჭრე ინტერპრეს ნიუსთან ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ. ამასთან ხანძარში მოყოლილი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის განცხადებით საკუთრება დაზღვეული ჰქონდათ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში აპრილში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სერბეთის პრემიერ მილოშ ვუჩევიჩის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიცია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა. სატელევიზიო მიმართვაში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის პარტიას 10 დღე დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, უმრავლესობის მთავრობა შექმნას თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში ჩატარდეს. დროებითი მთავრობა გამორიცხულია, აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო ზელენსკის რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინმე დამნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ. განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება $100 მილიარდი ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყენვის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით გადაწყვეტილება ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა. მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყენვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყენვა კანონის დარღვევას წარმოადგენს. პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც პუტინმა ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა. პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ძლიერი ლიდერების ეშინია და ომის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა ხრიკი ომის დაუსრულებლად გაგრძელებას ისახავს მიზნად. განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მკვლელობების გასაგრძელებლად პუტინი ყველაფერს აკეთებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.